ბანალობას ვიტყვი, მაგრამ სახელმწიფოს პირველი ამოცანა ყველა მიმართულებით, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხო. მე არ მეშინოდეს არც საკვების ყიდვის, არც ავად გახდომის, არც პენსიაში გასვლის, არც ქუჩაში გასვლის, არც ბასეინში თუ ბავშვი აუზში მოხდება, არ უნდა კვდებოდეს. ეს არის ამოცანა სახელმწიფოს. უნდა ვიყოთ უსაფრთხოდ. ამიტომ ეხლა ეს გასაგებია, რომ არალეგიტიმური კვაზი მთავრობაა, მაგრამ დე ფაქტო ხო არის. და ეს ფუნქციები უნდა შეასრულოს. არც ერთ უსაფრთხო ჰაერი, უსაფრთხო ნიადაგი, უსაფრთხო ტბები იქნება თუ მდინარეები. ეს არის პირველი ამოცანა, აქ არსად არ სრულდება. და მით უმეტეს როცა საკვებზე ვსაუბრობთ, ხო? ერთი განცხადება კი არ უნდა იყოს. პრემიერ-მინისტრის დონეზე უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად, პრაქტიკულად რა გააკეთეს, რომელი პროდუქტი ამოიღეს, რო იძახეს, წესი არის საკმაოდ ძლიერი სოსათის ეროვნული სააგენტო, საკმაოდ ძლიერი და ცუდად არ ფინანსდებიან, კარგადაც ფინანსდებიან. გამოდის წარმოვიდგინეთ, ჩვენ ყოველ ორ თვეშიო ვამოწმებდითო. მაშინ უნდა ვთქვა, როდის იყო, როდის შეამოწმეთ, იყო თუ არ იყო ეს პრობლემა, იმიტომ რომ მაგათ ფუნქციაში შედის არა მარტო შემოწმება, არამედ დაწყებული წარმოება როგორ არის, რა პროდუქციიდან ხდება, დისტრიბუცია როგორ ხდება, მერე შენახვის პირობები როგორ არის და ძალიან ფართო უფლებები, ეს არის მონიტორინგი, ეს არის გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება, ეს არის ნიმუშების აღება. და კიდევ ერთი ფუნქცია ამ დაწესებულების ინფორმირება, კომუნიკაცია. ეს უწერია თქო, აი, პირდაპირ უწერია და მაგათი ფუნქციებია. კომუნიკაცია. ამ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ მართლა პანიკა მოიცვა ქვეყანა. აბა აუ რას ვჭამდი? შეკითხვა, აუ ჭამე მე ნეტავი მოდი და სახლებისგან თავი შევიკავოთ, ხო? იმიტომ რომ ის რა კონცენტრაციით იყო თუ გამოვავლით რომ იმ კონცენტრაციას აქვს მნიშვნელობა, აი ვთქვათ იგივე. ხანგრძლივობას, რა თქმა უნდა, ხანგრძლივობას. ეს რეალურად ეს აფლოტოქსინი B1 და რომელიც მე რძეში M1-ში გადადის, ნაკლებად მინდა ის გამოვიყენო ტერმინოლოგია, ღვიძლის ავთვისებიან დაავადებას იწვევს ძალიან ხშირად, მაგრამ გააჩნია კონცენტრაციას. გაჟა ხანგრძლივობას. ვთქვათ ევროპაში ამ ტოქსინის შემცვლელობა ბავშვების საკვებში 0.25 მიასედია. მოზდილების 0.5 მიათედი. ბატონო, აი შეკითხვას დაგისვამთ. რას აკეთებდა და რითი იყო, ასე ვთქვათ, დაკავებული რეჟიმი იმ დროს, როდესაც საზოგადოებაში ასეთი ვნებათა ხელვა დაიწყო ამ რძის პროდუქტების გამო. მან ათქმევინა მასთან დაახლოებულ ხალხს სოციალურ ქსელებში თუ სხვა მედია საშუალებებით, რომ ეს ყველგან შეიძლება მოხდეს. საერთოდ ყველაფერზე ეს პასუხი აქვს ხოლმე, ხო? ანუ რაღაც შეიძლება ყველგან მოხდეს, მაგრამ ჩვენ ახლა აქ გვაინტერესებს მთელი კონტექსტი. ჩვენ გვაინტერესებს სახელმწიფო როგორ მუშაობს ჩვენთან, ზოგადად სისტემა როგორ მუშაობს. და ეს მაშინ, რადგან ამბობენ რომ ყველგან ხდება, მოდი შევადაროთ იმ სივრცეს, სადაც საითკენაც ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირს, ხო? სადაც გვინდა რომ ვიყოთ ხალხი მივისწრაფით, მე უკან გვეკაჩება, ხო? აი რა არის განსხვავება? რატომ გვაქვს ჩვენ ეს პრობლემა და როგორ არის მოწესრიგებული დასავლეთში? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ მაკონტროლებელი არ არის იმისათვის, რომ დასაჯოს, დაიჭიროს, დააჯარიმოს. მაკონტროლებელი არის იმისათვის, რომ გამოავლინოს და გამოასწოროს. ნახეთ, გაიმახსენდება ეს გაი, რომ დაღზე მოხდება მანამდეც დაგვიწევს. იქამდე დაგვიწევს და თუ რაღაცას დაინახავს, რომ ის კომპანია იქნება, რომ იქ გამოასწოროს მდგომარეობა. მთელი ჯაჭვია. მექანიზმი კი არა, პრევენციული. პრევენციული. აი, ეს არის ყოველთვის დიდი განსხვავება. პლუს ამისა აწესებს სტანდარტებს, რომელსაც უნდა შეესაბამებოს. სტანდარტები, დიახ, სტანდარტიზაციის გარეშე არ გამოვა. იციან ხო 0.25 მიკროგრამი 1 კილოგრამ პროდუქტზე დასაშვები ნორმა. ეს აფლოტოქსინი? აფლოტოქსინი ან B1 და M1-ია ხოლმე. M1 რო არ გადავღალოთ მაყურებელი, M1 არის ეს რეგულაცია. გვაქვს, მაგრამ ვაკეთებთ. იმის ნაცვლად რომ ეხლა ახალი სამინისტროს შექმნა დააპირეს. მოდით ეს თანხები თუ აქვს ამ სახელმწიფოს, გაუშვათ, იმიტომ რომ სესი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
კიდევ მithume როცა საუბარია პროდუქტებზე, როცა საუბარი რძის პროდუქტებზე, აქ შეიძლება ყოველთვისაც გავაკეთოთ, გავზარდოთ ლაბორატორიების რაოდენობა. ყველა მხარეშია. ზუსტად ეგ ხაზი რო გავაგრძელოთ, მაგრამ ერთ კონკრეტულ კითხვას დაგისვავთ ფაქტთან ერთად, რომ სესმა კი არ გამოვა, აი მაგალითად, აქ ორი თემა, რომელიც ერთმანეთში აიზილა და გადაიფარა, მაგრამ თვითონ ეს სკანდალი დაიწყო იმ სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსის გამოქვეყნებით, საიდანაც გავიგეთ, რომ ფრინველის ექსკრემენტები გამოიყენებოდა ცხოველის კვებისთვის, რაც აკრძალულია. ცხადია, მან გამოიწვია ასე თქვათ კრიტიკული რეაქცია, მაგრამ რო ჩავყვებით, აღმოჩნდა, რომ თვითონ ეს ფაქტი აღმოჩინა სანტემ თავისი ლაბორატორიის მეშვეობით და არ მიიღო რძის გარკვეული ნაკადი, გააბრუნა უკან. სანტი არის საერთაშორისო ფრანგული უმსხვილესი კორპორაცია არის, მოქმედებს ევროკავშირის სტანდარტებით, IOS და ასე შემდეგ, არ ვიცი, ეგენის ტერმინები შეიძლება მეშლები, მაგრამ შინაარსობრივად ამას ნიშნავს და მკაცრი სტანდარტები თავისი დაგვდაც, მაგრამ ხასფსეძახიან სტანდარტია, კონტროლი, კრიტიკულ დონეზე კონტროლი, იქ იმ ლაბორატორია, მაგრამ როგორ ხდება ისე რომ საქართველოში სხვადასხვა კომპანია შეიძლება სხვადასხვა სტანდარტებით მოქმედებდეს და მარტო მათ კორპორაციულ რეპუტაციაზე იყოს დამოკიდებული, რომ ფილტრი არსებობდეს ისეთი, რომ ამ ფილტრში არ ძურებოდეს ამ ტიპის არასწორი ქმედება. შეიძლება დავიწყეთ საუბარი სისტემა და პრობლემაც იმაშია, რომ არავითარი სისტემა არ არსებობს. ან არის სისტემა პარაგვაის დიქტატორი რო იყო, მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი. ხუხემური? არა. ხო და ესე მეგობრები თუ არიან და ჩემიანები არიან, მე მიჭერ იქ ყველაფერი მოსულა, თუ ის ჩემიანი არ არის, ამ შემთხვევაში ვიყენებ კანონს. აქ პრობლემაც იმაშია, რომ სისტემა არ არსებობს. კი, ჩამოგვითვალეს, რომ ორჯერ თვეში, სამჯერ თვეში ვაკეთებ, მაგრამ კეთდება, რომ სანტემ აღმოაჩინა ასეს არ აღმოჩნდა, მაგაშია ზუსტად პრობლემა, რომ სისტემა არ მუშაობს. ყველაფერი მე ვერ ვნახე რაშიც მე ვცდილობ, რაშიც მეტნაკლებად ჩახედული ვარ, მე ვერსად ვერ ვნახე, რომ სისტემა არსებობს. და იგივე მოდი შინინო. იგივე ამ წესის დაფინანსების ზრდაზე როცა საუბრობთ, თქვენ აქ ხომ თავარი არის ნდობა. აქ ხომ თავარი არის, რამდენად დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა სტრუქტურის. ჩვენ რომ ახლა სასამართლო მაინც გქონდეს გამართული. ზუსტად მათ მოვდიოდი იმედია. ვერც ერთი კომპანია ასე ვერ ითავხედებდა, ვერ გაბედავდა, იმიტომ რომ ეს გამოიწვევდა მათ გაქრობას საერთოდ ბაზრით და მსგავსი საკითხები ჩვენ გვინახავს უდიდეს ბრენდებს მოსვლიათ და ძალიან სერიოზული კრიზისები გადაუტანიათ, ბოდიშიც მოუხდიათ სხვათა შორის. ამ შემთხვევაში ბოდიში კი არა, ჩვენ იქით ვიღებთ რაღაცა ტიპის საყვედურნარევ გამოხმაურებებს, რომ რაღაცას თითქოს ჩვენ ვამატებთ ამას და ხო და უსაფრთხოებაზე რომ საუბრობ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზუსტად ნახეთ ოქსიმორონია ხო, სამართლიანი სასამართლო. აბა სასამართლო როგორი უნდა იყოს? აი ზუსტად ეს რო არ არის ქვეყანაში, ამიტომ არის აღვირ ახსნილობა, რასაც მინდა გავაკეთებ, იმას მოვიგებ. ამ სასამართლოს პირველი ორი წავაგე რა მოხდა მესამე დონეზე მოვიგებ, სადაც საჭიროა შესაბამის ხალხს ჩავთავთ, ვინც ფიქრობს. ეს კორუფციის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. საზოგადოებას რაღაცნაირად ხანდახან ისე წარუდგენენ ხოლმე საკითხებს, რომ ნუ აი კორუფცია იმდენად მძიმე არ არის, აი სხვა რაღაცეები უფრო მძიმეა. სინამდვილეში ჩვენ რა ფაქტებსაც ვხედავთ, იქ ბავშვების დაღუპვის ფაქტები იქნებოდა, თუ აი ძალიან მძიმე ფაქტები, ყველაფერი იყო დაკავშირებული კორუფციასთან. აი ამ შემთხვევაში სად ხედავთ თქვენ აი ცხადნიშნებს იმისა, რომ ყველაფერი მაინც მიდის კორუფციამდე. აი ამ თემებიდან გამომდინარე, აი ამ ორი დიდი თემიდან გამომდინარე. უღორეთ. ვამბობთ, რომ ვამოწმებთ და არ ვამოწმებთ. რატო? ხო იწევს ის, რომ ვიღაცამ რესურსი გვაქვს ამის შემოწმების? გვაქვს ყველა რეგიონში არის ამ სამსახურის ფილიალები. ერთად. არა გვაქვს, იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ უნდა დავამატოთ მაშინ. თუ არა გვაქვს. ანუ ეს არის კორუფცია თქვენ ფიქრობთ, რომ კორუფციას ხედავთ იმაში შეიძლება ნახეთ, რომ დახზე მაინც ეს ხდება. ეს ხდება. რატო ხდება? და რატო ხდება? კითხვები არის მინიმუმ. ხო, კითხვა არის. დიახ, ბევრი კითხვა ჩდება, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს. თუ ყველაფერი მუშაობს, ისე როგორც დაწერილი აქვს, ეს არ უნდა მოხდეს. ან თუ მოხდება, შესაბამისად რეაგირების გეგმა უნდა კონდეს ისეთი, რომ
აქვს ეს გეგმა, მაგრამ იმასაც არ ახორციელებენ. ყოველდღურად უნდა გამოვიდეს, უნდა ხდებოდეს შეტყობინებები, ადგილზე შეტყობინება. სოფლის მოსახლეობას ძალიან ხშირად ახლა იცი და 5 კვირა საარჩევნოდ ვიყავი გურიაში და 6500 კილომეტრი. ბევრს არა აქვს ეს ინტერნეტთან წვდომა. ძალიან ბევრ ადამიანს და ამიტომაც აქ უფრო ამ შემთხვევაში ტელევიზიას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციურია თუ სახელმწიფო. სახელმწიფოს არ გაუშუქება. არ გაუშუქება, მაგასო ყველამ უნდა გავაშუქოთ ეს საკითხი. ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეს ამითი საზმო უნდა იყოს დაკავებული. დღეს შეიძლება ეს ხალხი არა, რამოდენიმე კომუნიკე გამოგვიყვება. ის ადამიანი საზოგადოებას სოდადონითო დოზითო თუ მიიღებთ აი ამ კანცეროგენის შემცველ აფლატოქსინს ემერს ხომ? არა უშავს. აი ესეთი ექიმები გამოიყვანეს, იმიტომ რომ აკაკსაუბარი და ერთი ექიმი გამოიყვანა აი გაშუქებაზე როდესაც ბიზნესმენი რომელიც არის ამ რეჟიმთან დაახლოებული და ეს აპოლოგეტ მეხოტბე მაგრამ ამას თავი დავანებოთ ერთი წამით რა ბიზნესმენი რომელიც ასეთ სკანდალში აღმოჩნდა 24 საათი უნდა იჯდეს ეთერებში და ელაპარაკებოდეს ხალხს და აი სადმე ნახეთ რაიმე ისეთი ეთერები სადაც ეს კაცი ამას წესით თავზე უნდა დაენგრეს თავისი ყველა ბიზნესი, როდესაც ასეთი რამ გააკეთა და საზოგადოებისთვის ნორმალური განმარტებებიც არ მოგვისმენია არსად. ეთერში არ აი აქ უნდა იჯდეს, ყველა სხვა ეთერში უნდა იჯდეს, სადაც დაუძახებენ და ჟურნალისტი კომენტარზე რომ დაურეკავს მას შეურაცხყოფელი ტონით არ უნდა პასუხობდეს თუ კი საერთოდ უპასუხა ჟურნალისტს. ამიტომ პასუხისგებლობა იმაზე რომ ძვირი დაუჯდება საზოგადოებისგან აი ასე ქცევა ბიზნესმენს ეს კიდევ ცალკე ამბავია ამ ყველაფერში. ნახეთ, ხო, ზუსტად მასია. პასუხისგებლობა არ არსებობს. მე რა ხო დამეღუპა იქ ძროხები და მე რაღაც გახდა გამოვაჯამთელი. ისე უბრუნდები სახელმწიფო სტრუქტურას. 5 მილიონი მოვიგე 5 წლის თავზე. სახელმწიფო აი ეს მარტო ადამიანის სურსაც კი არ უნდა ამოწმობდეს. რითი იკვებება საქონელი იმასაც უნდა ამოწმებდეს. როგორ ჩამოიწერება ის საკვები, როცა თქვა ვადა გაუვა. ამასაც უნდა აკონტროლებდნენ. და როცა იმაზეა საუბარი. იყო ეჭვი უკაცრავად შეგაწყვეტნებთ იქ თუ იყო ეჭვი იმაზე რომ აქ რაღაც არ იყო წესრიგში იქ იკვებებოდნენ თქვა დაეცა ძროხები ხო ასე ქვია ამ ტერმინი ასეა ხო დაეცა ანუ დაეხოცა მას საქონელი ხო? კი ბატონო. ანუ იქ უნდა მიყვეს ნაბიჯ წესი? აბსოლუტურად. გეგმიური ორთვეში ერთხელ შესეირნებით კი არ უნდა არამედ საწავი და მე აი ამ დაცემული ძროხის ხორცი. ან დაავადებული და ვითომ და გამოჯამრთელებული თუ მართლა ჩვენ ხომ არ ვიცით რა აი მაგაშია საქმე რო არ ვწდეთ. ეს თუ აქვს გაკეთებული, უნდა გამოიტანონ დოკუმენტები, გავაკეთეთ ეს და ეს. ყველაფერს მიუყევით. სასამართლო პროცესები მიდიოდა და ჩვენ გავიგეთ ბოლოს ჟურნალისტური გამოძიება. ანუ სახელმწიფო სტრუქტურაში, სახელმწიფო სასამართლოში მიდიოდა დავა ერთმანეთში და ეს იყო სახელმწიფო, ანუ სასამართლომ ეს იცოდა. არ ვიცი რანაირად შეიძლება ეს ამდენხანს გრძელდებოდეს რაღაც წლების განმავლობაში და საბოლოო ჯამში ვიგებდეთ ძალიან გვიან და რომ არა მედია საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებდა. გავაგზავნებდით ბედნიერად ალბათ ამერიკა. და ახლა ჩვენ როგორ უნდა ვამოწმოთ? მართლა ყველა ეხა ყველას ჩვენი გარემოცვა გვაქვს ხომ ოჯახი გვაქვს ეხა ყიდულობთ უკვე ბოლო დღეებია, ყველაფერს უყურებთ, მაგრამ ვერ ვიგებთ, იმიტომ რომ უყურებთ თარიღს, უყურებთ წარმოებელს, უყურებთ და მოდი და გაიგე შიგნით რა არის. ხო ეს რა უნდა ქნას საზოგადოება. მაღალ ეფექტიანი ქრომატოგრაფია არსებობს ესეთი მეთოდი, რომელსაც ხო ვერ წაიღებ და ვერ შეამოწმებ, იმიტომ რომ კი არის გვაქვს მაგის ლაბორატორიები. სახში უნდა გიდგას პატარა ლაბორატორია. ან ბატონმა ვასილ ჩიგოგიძემ ძალიან ჭკვიანური რჩევა მოგვცა და გულწრფელად ვიზახ ყველაზე სწორი, უბრალოდ შესაძლოა რომ შენი ფერმა ქონდა, შენი ძროხები გყავდეს და ასე შემდეგ და გეცოდინებას რასაჭმევ რასწორ და რას მოვიდა. აუცილებლად ძალიან არასერიოზულად კი გამოიყურება, მაგრამ ნახეთ, ნინო რომ ეკითხები. ძალიან ცუდი ის არის პირობებში სხვა უბრალოდ ალტერნატივა. ძროხის ფული კი არა. ძალიან ის არის რომ თერმული დამუშავება. თუმცა არის რაღაცა ბრენდები, რომლებსაც უფრო ვენდობით, მაგრამ ამას არ ჩვენის რაღაც. ანუ რამდენიც არ უნდა ვადუღო იზრდზე. ხო, თერმულად ეს ტოქსინი, ტოქსინი რა არის? ვერ კლავს. არ კლავს, არ შლის. ბანუატო. და ეს არის პრობლემა, ხო გასულ, კაი, რაღაცა დადგავდა, კარგად აადუღებდა ზოგიერთი ბაქტერია, მიკროორგანიზმი.
ნება და პრობლემა. აი ეს ის შემთხვევა არა. ტოქსინი ქვია პირდაპირ. ტოქსინი რა შხამია, გადავთვალე შხამია, ტოქსინი არის ქართულად შხამი. აი აქ მინდა ვიკითხო ზუსტად ჩვენ ხშირად გვისვამთ კითხვას, აღარ სვამს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილს ეს ძალიან კარგად ესმის, რატომ გვინდა ევროპაში? ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე ხანგრძლივად მიღებული მომწამვლელი რძით მივაყენებ ზიანს ჩემ შვილს, თუ ვიღაცა თავში ჩაარტყამს მას საბოლოო ჯამში თუ ეს მიდის მისი სიცოცხლის უსაფრთხოების რისკამდე, ხომ? ყველა ეს ფუნქცია, რომელიც ავიღეთ აქ მედიამ ამ ქვეყანაში რაღაცა კეთილსინდისიერმა ადამიანმა, არ ვიცი, უნდა კონდეს სახელმწიფოს. ევროპაში ეს ასეა. მე რომ დახლზე ევროპულ პროდუქტს ყიდულობ, ვიცი რომ იმაზე იზრუნა ვიღაცამ რომ მე არ მომწამლოს, ხომ? და ჩვენ ასოცირების შეთანხმების შემდგომ ბევრი რეგულაცია დავუახლოვეთ ევროკავშირის რეგულაციას. კი, ვეცადეთ და რეალურად დავუახლოვეთ, კი ბატონო. ამიტომ გვინდა მათ შორის ევროპაში რომ ჩვენ არ გვიწევდეს აქ მარჩიელობა, რა უნდა ვიყიდოთ და რა. აი შეხედე გერმანელს, ნუ ევროპას რო ესეთი რა, ეს შეკითხვა რა ეს მედიკამენტი ხარისხიანია თუ ვერ გაიგებს რას ეკითხები. უბრალოდ ვერ გაიგებს, როგორ შეიძლება იყოს შეუთავსებელია ერთმანეთს. ოქსიმორონია რა, როგორ შეიძლება მედიკამენტი, როგორ შეიძლება იყოს. აი ზუსტად ევროპის მეორე პლუსია გამ ერთი არის ზუსტად ეს სტანდარტიზაცია იმის რომ მე არ მეშინია რას შევჭამ, როგორ მედიკამენტს დავლევ, როგორ ექიმთან მივალ. ცნება კარგი და ცუდი ექიმი არ არსებობს. ცუდი ექიმი რას ნიშნავს? ყველს ნიშნავს, სხვას კი არა. ეცით აი ესეთ შეკითხვას დაგისვამთ. თქვენ როგორც ამ საკითხების პროფესიონალს. რაზე ვერ მიიღეთ პასუხი ან აი რა გაშინებთ ახლა ყველაზე მეტად, როდესაც შეხვალთ მაგალითად სუპერმარკეტში და შინ უნდა წაიღოთ რაღაც პროდუქცია. აი თქვენ, რომელიც კარგად ერკვევით ამ ყველაფერში, მაგრამ ამასთანავე ხართ მომხმარებელი. აი რა შიშ წარმოშობს თქვენთვის გნებავთ ბაზარში, გნებავთ სუპერმარკეტში შესვლა? ყველგან მე არა ვარ დაზღვეული. აი რაღაც უნდა იყიდოთ, სახში წაიღოთ. რაღაც უნდა ვიყიდო და ეხლა არ მინდა ვთქვა ვეცდე, ცუდ რაღაცას ვიტყვი შეიძლება, მე ვეცდები ვიყიდო გერმანიაში გამოშვებული რძე. ხო, მაგრამ ამ გაჭირება ეს ძალიან ძვირია. სოციალურად დაუცველ. ხო და ვეცდები ხო, არა აქვს. იგივე ჯარი, ბავშვები, საბავშვო ბაღები, უამრავი დაწესებულება, სადაც ამას ვერ გააკეთებენ, ან ჩემს სურვილზე არ არის. ჯარში რასაც მომიტანენ, ის უნდა შევჭამო. საბავშვო ბაღი, სახელმწიფო საბავშვო, გინდა სახელმწიფო, კერძო საბავშვო ბაღი, ისე ინცხო ყიდულობენ საკვებში. ანუ მე შიშის გზნობა გამიჩნდა, რაც ყველაფერზე უკვე შიშის გზნობა მაქვს. რომ ეს რომ მოხდეს რა, აი რომ თქვა ფეხი მოვიტეხო, რას გამიკეთებენ? პირდაპირ ეს ნახეთ საკვები, ჰაერი, გარემო. ის ამას ვერ დავივიწყებ, რომელიც 13 ოქტომბერს 22 წლის 12 წლის გოგო მოკლეს. დიახაც ეს იყო კვლევა. უნდა გახსნილიყო მთელი ეს კომპლექსი 23 მაისს. და რატომღაც ამ გაუგებარმა კაცმა ქალაქის მერი რო ქვია, გადაწყვიტა, გამოსვლები იყო უკმაყოფილება 13 ოქტომბერს გახსნა დიდი პომპეზურობით და თვითონ მთელი კაშხალი 23 წლის მერე შეწყდა მთლიანად 11 მილიონი იყო გამოყოფილი. ეხლა რამდენი გამოყვეს? იცით ვაკის პარკის 48 მილიონი. 11 მილიონი 48 მილიონი. რაზე უნდა ვიფიქრო? არ უნდა ვიფიქრო კორუფციაზე. ეჭვი ხო უნდა გამიჩნდეს, სად 11 მილიონი, სად 48 მილიონი. ხო და აი მე არ ვიცი, მე პასუხი არ მაქვს. თუმცა არაჟანი ძალიან მიყვარს და ის პროდუქცია ძალიან მიყვარს. როგორც არ უნდა იყოთ ჩახედული, როგორც ან თქვით, არა მაქვს პასუხი. ხართ ისეთივე დაუცველი, როგორც აბსოლუტურად. ჩვენ მაგალითად ვერ შევამოწმოთ ეს ხო არ არის თქვა კოვიდის რა ქვია, ჭხირი ტესტი, ამას ტესტი ვერ ჩაუტარებ და ვერ შეამოწმებთ ბავშვს კიდევ რამე მოუვიდა თუ არა, ესეც ცალკე პანიკის თემა. ხო, აქ არის ზუსტად უნდა იყოს დასახელებული მაშინ როგორი კონცენტრაცია იყო, იმიტომ რომ 30-დან 40-მდე პრობლემაა. 50-ზე მეტი უკვე შეიძლება მწვავე დაავადება, ნუ ჯერ არ ყოფილა, მე რატო გვიკვირს, რომ საქართველოში თურმე იზრდება ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე. ეს სტატისტიკაც არის. ჩემთვის მაგალითად სტატისტიკაც არის, კი ბატონო, როგორც სასუნთქის სისტემის, ასევე ღვიძლის სიმსივნეების შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგალითად. არ ვიცი ამითია გამოწვეული თუ სხვა რაღაც მაგრამ ხო იწვევს ის რომ იქნებ ამის ბრალია, ვინაიდან არავინ არ ამოწმებდა. ჩემი აზრით ისე არ ამოწმებდა, ან
ხო, მე ერთ შეკითხვას დავსვა, მაგალითად აი ამ კონკრეტულ გამოშვების ვადას რომ და გამოშვების თარიღს რომ დავაკვირდებით, აგერ თებერვალია, აპრილში თქვენს პასუხი, ხო? ამ ვადებში არ ვერევი ამ წუთას, შეიძლება ასეც უნდა იყოს, არ ვიცი როგორ არის მან ვადები, მაგრამ მე ის მაინტერესებს თებერვლამდე პროდუქციის შემთხვევაში რა ხდებოდა, ხო? მე ამაზე პასუხი არ მაქვს, ანუ წლების განმავლობაში რას ვყიდულობთ, ამაზე არ მაქვს მე პასუხი როგორც ერთ მომხმარებელს. ისე ინფორმირებაზე ამოიღოთ საბუთები, აი ეს გვაქვს შემოწმებული ოქტომბერში, აი ამ და ამ მეთოდით გვაქვს ესეთი შედეგები. ეს გვაქვს შემოწმებული ივლისში. პირობითია, ეს დოკუმენტები უნდა დაიდოს. ხო, იმიტომ რომ გაკვირით თითქოს ეს ექსპორტზე გავიდა, ანუ სხვები მოწამლეთ. ანუ აზერბაიჯანში გაუშვით რატომ გაც ანუ ესეთი იყო თვითონ განმარტება. ეს რაღაცა გაკვირით თქვა და ბეჯითებით არ თქმულა და დასტურებით, ესეთ გადაჭრით. ასე რომ ყველა განმარტება რაც წამოვიდა მწარმოებლებისგან, დამრღვევებისგან, ყველასგან დამატებითი კითხვები გააჩინა. ყველა განმარტება. ჩვენ ერთი ვიცით რომ არ ვართ დაცულები. და ეს არის რა თქმა უნდა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. და ევროპულ დაცული აღარ არის არავის ოფმატე, მიუხედავად მისი პოლიტიკური სიმპათიებისა და აი ამ ამბავში ალბათ ყველაზე უფრო დრამატული და ამავე დროს გასაცნობიერებლად ჩვენი ყველა თანამოქალაქისთვის ეს ამბავია, რომ როცა სახელმწიფო ცუდად ფუნქციონირებს, ან საერთოდ არ ფუნქციონირებს, როცა კორუფცია მაღალია, როცა არაპროფესიონალები ჭარბობენ სისტემაში, პარტიული დანიშნული ადამიანები, როდესაც გარიგებებს შეგიძლია მიაღწიოს სასამართლო შენი ამოცანების და ასე შემდეგ, შედეგად ყოველდღიურ სოციალურ საყოფაცხოვრებო დონეზე შენი ოჯახიც ისევე ზარალდება და ზიანდება და შენი შვილები და შვილიშვილები ვიდრე ის ვისი სიძულვილითაც ამაზე თვალს ხუჭავდა. როგორ დაბინძურებული ჰაერი. კი ბატონო და ერთი რამ მინდა კიდევ თქვა რომ აი ყველგან ხდება, არსად არ ხდება ეს ცივილიზებულ ქვეყანაში რომ ეს ამბავი მომხდარიყოს, მე ამაზე რეაგირება არ იყოს, საზოგადოების ინფორმირება არ იყოს, არ ვიცოდე რა ხანგრძლივობით მივირთვევდი, რას მივირთვევდი. ეს არ ხდება. ხდება რა? აწერია იმ პროდუქციას რძის ფხვნილისგან არის გაკეთებული თუ რძისგან არის გაკეთებული. ოღონდ ინფორმაცია რაც ამ პროდუქტს აწერია ევროპაში, ის დაცულია და მე მოქალაქე აკეთებს არჩევანს ის ნაკლებად ხარისხიანი იყიდოს, მაგრამ არა მომწამლელი. აი აქ არის ზღვარი ზუსტად. ნაკლებ ხარისხიანში და ნაკლებ ფასიანშია ევროპაში კანცეროგენული ხარისხი ერთია, უვნებლობა არის მთავარი. ეს არის პროპაგანდა, რომ ეს ყველგან ხდება, არსად არ ხდება ეს და თუ ხდება, ეს არის ცუდი ფაქტი, რომელსაც მოყვება აუცილებლად პრინციპი რეაგირება. ძალიან სერიოზული რეაგირება და ყველა პასუხისმგებელი პირი, ეს შეიძლება მინისტრი იყოს, ეს შეიძლება იყოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პასუხს აგებს. რა თქმა უნდა. ის აგებს პასუხს, იმიტომ ღებულობს მაგალ ხელფას, რომ ის პასუხისმგებელი.